თავისი კეთილინიებით სოციალიზმს ვერ გაამყარებს. ხო, ეს არის გლობალური საერთო პროცესი უნდა იყოს და მარქსს უნდა პრეტენზია, რომ მან ის ღირებულებებით კი არ განსხვავდება სენ-სიმონის და ოუენისგან და ფურიესგან, არამედ მან აღმოაჩინა ისტორიის ობიექტური კანონები, რომელიც გვაჩვენებს, რომ კომუნიზმი გარდუვალია, არა მარტო სასურველია, არამედ გარდუვალია. ანუ აუცილებლად იქნება და განსხვავება ამაშია მარქსისტვის უტოპისტებთან. ეხლა მე-19 საუკუნეში ისახება მარქსიზმი და ყველაფერი ისახება გარკვეულ კონტექსტში, რაც გარკვეულ რეალობაში. ეს კონტექსტი რა? ერთი ინდუსტრიული რევოლუცია, მთავარი ალბათ, ნელ-ნელა წოდებრივობის გაუქმება, ურბანიზაცია, როცა ადამიანი თოხს აგდებს ძირს, რომ ესე რომ ვთქვათ, პრიმიტიულად, ჩამოდის ქალაქში და იწყებს საწარმოში მუშაობას და შრომითი უფლებები, რომლებიც დარეგულირებული არ არის მე-19 საუკუნეში, ანუ ბაზარზე არის სრულიად მიშვებული და იწყება კაპიტალის კონცენტრაცია. ეხლა მე როგორც ისტორიკოსი ეს რამეს ვიტყვი და ხშირად ვეხუმრები ხოლმე ჩემს მემარცხენე მეგობრებს, რომ მემარცხენეები საკმაოდ კარგი ისტორიკოსები ყავს და წარსულის ხედვები ხშირად სწორი გაქვთ ხოლმე თქო და მომავალ შეეშვით ხო და საკმაოდ ანუ ხშირ შემთხვევაში არის ლოგიკური გააზრებები წარსულისა, როგორ მოვედით აქამდე და აი ამ დროს ეს ორი კაცი, მარქსი და ენგელსი 1858 წელს პირველად გამოსცემენ კომუნისტური პარტიის მანიფესტს. კომუნისტური პარტიის მანიფესტი მარქსისტებისთვის არის ის, რაც ბიბლია ქრისტიანებისთვის, თორა იუდეველებისთვის და ყურანი მუსლიმებისთვის. ხო, ეს არის მთავარი დოკუმენტი. ამის შემდეგ დას კაპიტალი, ანუ კაპიტალიც მოდის, არასის მე ცალკე შევეხები, მაგრამ პირველ რიგში აი კომუნისტური პარტიის მანიფესტი რო განვიხილოთ. რას ამბობს ეს ხალხი? პირველი ივნისიდან სოკარის გათამაშება იწყება. მიეცი სხვა სოკარის მომენტალური პრიზის მოგების შანსი და მიიღე დამატებით გათამაშების 5 ბილეთი. თამაშდება ახალაშენებული ბინა, ახალი ელექტრომობილი და ფულადი პრიზი 10,000 ლარი. ჩაერთე გათამაშებაში და გახსოვდეს, რომ გამარჯვება გაზიარებით იწყება. ხო, ამ კომუნისტური პარტიის მანიფესტში, როგორც ზოგადად მარქსიზმში, უნდა განვასხვაოთ ის ორი რამ, რაც თქვენ განასხვავეთ. ერთი ეს არის ისტორიის ხედვა, რომელიც, მაგრამ ინტელექტუალური ღირებულება და რომელიც დაიყვანება იმაზე, რომ რაღაც ისტორია ეს არის კლასთა ბრძოლა, ამით იწყება, ასე ვთქვათ, მანიფესტი და აი ეს კლასთა ბრძოლა არის რაღაც შეურიგებელი, გლეხები და ფეოდალები, ვთქვათ, მანამდე მონები და მონასტრები და ახლა არის კაპიტალისტები და მუშები და ეს არის ისტორიის მამოძრავებელი. ახლა ეს რამდენი ისტორია სხვა თემაა, მაგრამ ის ნამდვილად სწორია, რომ დღეს ეს ორი მთავარი კლასია, დღეს როდის მე-19 საუკუნეში მარქსის დროისთვის აი ასე ვთქვათ, ინდუსტრიალიზაცია მოხდა და ინდუსტრია არის მთავარი ეკონომიკური, ასე ვთქვათ, მოგების და სიმდიდრის წყარო და მისი უშუალო შემოქმედი არის მუშათა კლასი, მუშათა კლასის და მეწარმეების ინტერესები გარკვეულად ენამდვილობაში მოდის ერთმანეთთან, ეს ნამდვილად ასეა. და მთავარი აქ რაც ამის უკან დგას არის ის, რომ ეკონომიკა არის მთავარი ფაქტორი, ასე ვთქვათ, დიდი სოციალური თეორია რო შექმნა, მისი ფუძე უნდა იყოს ეკონომიკა, ეკონომიკური ურთიერთობები. და ეს იდეა დღეს ფაქტიურად არის სოციალურ მეცნიერებებში გავრცელებული იდეა, სულ არ არის აუცილებელი იყო მარქსი კომუნისტი და მემარცხენე, მაგრამ გჯეროდეს, რომ სოციალურ თეორიას თუ აგებ, ამოსავალი უნდა იყოს ეკონომიკური ინტერესები და ეკონომიკური ურთიერთობები.
ზოგი ამას ეძახის Wall Street Journal-ის მარქსიზმს. ხო, ესე იგი ოღონდ ამის მომხრე უფრო ხშირად შეიძლება იყოს კაპიტალიზმის მომხრე ამაზე. ხო, მაგრამ მეორე ნაწილია ამ თეორიის რევოლუციური ხედვა. და თვითონ მარქსი თვლიდა, რომ მისი წვლილი ეს არის. ანუ იმაში, რაც არის ეკონომიკის ხედვა და საზოგადოების ხედვა, ის დავალებული ადამ სმითისგან, რიკარდოსგან, ვიღაცებისგან, მაგრამ ეს ჩემია, ის ამბობს, ხო, რომ აი ეს მე გამოვაჩინე, რომ რელიგიური ტერმინოლოგიით ვთქვათ, კაპიტალიზმი არის ბოლოჟამი, კაპიტალიზმის დროს, ასე ვთქვათ, შინაგანი წინააღმდეგობები ყალიბდება, ისეთი, რომელიც გარდუვალს ხდის რევოლუციას, ანუ მას ძალიან უყვარდა მეტაფორა ფერდინand ქალის, რომ აი სოციალიზმი, ან კომუნიზმი ჩასახულია უკვე, რა ვთქვათ, კაპიტალიზმი ატარებს აი ამ პოტენციას კომუნიზმის და ფერდინand კომუნიზმის და ფერდინand მდგომარეობს იმაში, რომ განსხვავებით ადრინდელი ეპოქებისგან, როცა წარმოებელი იყო გლეხი, რომელიც უტყამს თოხს რაღაც თავის ცალკე აღებულ რაღაც ბოსტანში, ახლა თვითონ შრომა არის საზოგადოებრივი, არის უზარმაზარი ფაბრიკები, ქარხნები და ესენი ერთმანეთთან დაკავშირებული, ანუ რაღაც ეკონომიკურ გლობალიზაციას ვეძახით, ხო? რაღაც ერთიანი წარმოების სისტემაა და რატომღაც ამას თავშეყავს კაპიტალისტი, რომელიც ამას ყველაფერს ხელს უშლის, იმიტომ რომ რაღაც თავისთან მიაქვს ეს მოგება და თან ეს კონკურენტი ფირმებია ერთმანეთში, რომლის გამო ქაოტურია თან ეს კაპიტალიზმი და ეს კაპიტალისტი თავისი სიხარბით ერთის მხრივ და ქაოტურობით მეორეს მხრივ, ეს უნდა მოვაშოროთ და დარჩება კომუნიზმი. ანუ იმშობიარებს ეს ისტორია და ეს არის გამდოვანი, როგორც ფერდინand ქალმა უნდა იმშობიაროს მე-19 თვეზე, ასევე კაპიტალიზმმა უნდა იმშობიაროს მე-19 თვეზე. ხო და ეს არის გარდაუვალი, ფანერად არა შეიძლება და ეს ამიტომ ჩვენ და რევოლუცია არის, მშობიარობა იგივეა რაც რევოლუცია და ბებიაქალია, ანუ ეს. და ასე ვთქვათ, მე მივიღებთ კომუნისტს და ეს მარქსი ამ აზრით არის წინასწარმეტყველი. პირველი რევოლუცია სოციალისტურია, ხო, კომუნიზმი მერე დაავაშვა. არა, ეს უკვე ლენინმა თქვა. ლენინმა თქვა, მარქსს არ უთქვამს, ეს ლენინმა გააправა, ასე ვთქვათ, თავისი ვითარება, იმიტომ რომ ფერდინანდის პრობლემაა ცოტა სხვა, მე-19 თვეზე არ იყო რუსეთი, მე-13 თვეზე იყო, შეიძლება მეორე თვეზე, მაგრამ არა, იქნება მე პროლეტარიატის დიქტატურის მოკლე გარდამავალი პერიოდი, როდესაც წაართმევენ, ბურჟუაზიას ხო არ უნდა რომ წაართვან, ასე ვთქვათ, მისი საკუთრება და აი გამარჯვებული პროლეტარიატი წაართმევს საკუთრებას. და ბურჟუაზიას რა დაემართება, ის არ ზუსტდება, მაგრამ შეიძლება კარგი არაფერი არ დაემართება, ხო? მაგრამ ეს არის ხანმოკლე პერიოდი გარდამავალი, რომელშიც არის ცხოველების ჩამოთმევა. რაც შეეხება იმას, რომ სოციალიზმი არის პირველი ეტაპი და კომუნიზმი არის მეორე ეტაპი, ეს უკვე მოიგონეს რუსმა კომუნისტებმა, რატომ? იმიტომ რომ რუსული კომუნიზმი და ლენინიზმი, ანუ ბოლშევიზმი, აშკარად წინააღმდეგობაშია მარქსისთან. და ამაზე იყო დიდი ბრძოლები მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის თეორიული. მაგრამ ორთოდოქს მარქსიზმშიც ხო არის კომუნიზმის განვითარების ორი ეტაპი? არა, მარქსისთან ეს კომუნიზმის აღშენებლობის ორი ეტაპი. არა, ეს მე ჩამოყალიბდა ეს არა. მარქს არ ქონია ეგეთი რამ. მარქსი მიდის კომუნისტურ რევოლუციამდე, ის არ აღწევს დაწვრილებით არსად რა მოხდება მერე, რაღაცნაირად როგორ იქნება ცხოვრება მერე ამას კარგად არ აღწევს, უბრალოდ იმაშივე კომუნისტურ მანიფესტშივე წერია, რომ აი უშუალოდ რაც მოძებს, ეს არის პროლეტარიატის დიქტატურის პერიოდი. მაგრამ პროლეტარიატის დიქტატურა არის რაღაც გარდამავალი პერიოდი, რომელიც უნდა რაღაც გაწმინდოს მოედანი, ასე ვთქვათ, კომუნიზმისთვის. ანუ ესენი უნდა ჩაახშოს, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგეები. მაგრამ რა მომენტში რუსეთში რა მოხდა, ხო? და რაში იყო ეს ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის, ასე თეორიული დავა ამ დროს, რომ მარქსისტვის სრულიად ცხადი იყო და ელოდა, რომ კომუნიზმი, ალბათ ახალგაზრდა როცა იყო ელოდა, რომ მოესწრებოდა თვითონ, მე ასაკში უკვე დაკარგა ეს იმედი, რომ მოესწრებოდა რევოლუციას, მაგრამ რევოლუცია უნდა მოხდარიყო იქ, სადაც
მეცხრე-თვეზეა უკვე რეგულირებული ხალი, ანუ სადაც არის განვითარებული კაპიტალიზმი, ეს უნდა ყოფილიყო ან ინგლისი, ან საფრანგეთი, ან გერმანია. ნუ შეიძლება ამერიკა, არ ვიცი, მაგრამ უფრო აი ამ ქვეყნების იმედი ქონდა და პარიზის კომუნამ თითქოს რაღაცნაირად მიანიშნა, რომ შეიძლება მართალი იყოს. რამდენიმე თვე იყო პარიზის კომუნა 1871 წელს და სხვა შორის აი პარიზის კომუნის შემდეგ გახდა მარქსი ასე ვთქვათ სელებრიტი. მანამდე ეს იყო რაღაც მარგინალური ინტელექტუალური ჯგუფი, ეს კომუნისტები, კომუნისტური პარტია, რომელსაც დაუწერეს მანიფესტი, ანუ პროგრამა მარქსმა და ენგელსმა. ხო, ანუ რაღაცნაირად თითქოს აი ეს შესაძლებელი გახდა და ნამდვილი ორთოდოქსი მარქსისტები ვინც არიან, ისინი თვლიდნენ, რომ აი აქ უნდა მოხდეს რაღაცნაირად, აი აქ უნდა მოხდეს ეს. მაგრამ ეს ლენინი ამბობდა, რომ ლენინს ეშქარებოდა ალბათ, ხო, უნდა თვითონ მოსწრებოდა რევოლუციას და თან ძალაუფლებაში მოსულიყო და ახლა სანამ კაპიტალიზმი განვითარდება და სანამ ის ქალი მეცხრე-თვეზე მივა, ვეღარ მოისწრება, თან ჯანმრთელობა დაუწყობდა ხელს. ამიტომ მან შექმნა ასეთი თეორია, ახალი თეორიის შექმნით პასუხობს ყოველთვის მარქსიზმი, ასე ვთქვათ, პრობლემა გამოწვევებს, როცა ძველი თეორია არ მოხდება, რომ სუსტი რგოლის თეორია დაარქვა, რომ ახლა ეკონომიკური გლობალიზაციაა, ეს სიტყვა არ უხმარია, მაგრამ იმპერიალიზმი იხმარა, ანუ ერთიანი მსოფლიო ეკონომიკური სისტემაა რაღაც და ეს არის სხვა ქვეყნები არიან რგოლები ამ სისტემაში და სადაც სუსტი რგოლია, რევოლუცია იქ მოხდება და გაწყდება ეს რგოლი, მაგრამ ამ რგოლის გაწყვეტას მოყვება მერე მსოფლიო რევოლუცია. ანუ ეს ხდება უბრალოდ რაღაც კატალიზატორი მსოფლიო რევოლუციის და ასე სწამდა ტროცკის და ვიღაცებს, ხო, უშუალოდ რევოლუციის შემდეგ ელოდნენ, რომ აი ხვალ მოხდება რევოლუცია გერმანიაში, მერე საფრანგეთში და რაღაცა. ანუ მსოფლიო რევოლუციის კონტექსტში ხედავდნენ მხოლოდ რუსეთის რევოლუციას. შემდეგ სტალინმა სოციალიზმის ქვეყანაში. და ეს უკვე შემდეგი ეტაპია და მაშინ გამოდის ეს სოციალიზმის როგორც სტადიის იდეა და მაგრამ ეს არ მოხდა. რაღაც ერთ-ერთ წელიწადში გასაგები გახდა, რომ არ ხდება ეს. აი ამის განსხვავებით მეშევიკები ამბობდნენ, რომ არა, ჯერ კომუნისტური რევოლუცია არ უნდა მოვახდინოთ, ჯერ უნდა რაღაცნაირად შეუწყოთ ხელი, რომ ეს კაპიტალიზმი განვითარდეს და მეცხრე-თვეამდე მივიდეს ეს. შეფერდინე ქალბატონი, ანუ ისტორია და მერე კი ბატონი. მე მგონი ქართველი მეშევიკებიც ამიტომ რაღაც უშუალოდ კომუნისტურ აღონიზიებს არ ატარებდნენ, ხო რაღაც მოჟუდანიას აქვს წელიწადელი ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი ესეთი, ლენინის კრიტიკა, სადაც ის ამბობს, რომ ლენინმა გადაწყვიტა ისტორიის მოტყუება, რომ ეს მეცხრე თვეში არ იყო რუსეთი, პირიქით, ახალ ჩასახული იყო, სულ ახალ ჩასახული და მეორე თვეზე, მესამეზე. აი ეს ახალ ჩასახული ამშობიარა და სული შედეგები, და მაგრამ რა კი ეს ასეა, ხო? ასე ვთქვათ, რა კი არ არის მზად, ბავშვი ნაყოფი არ არის მზად სრულყოფილი კომუნიზმის, ამიტომ ჭირდება შედარებით გრძელვადიანი გარდამავალი პერიოდი და ამას დაერქვა მერე სოციალიზმი, რომელშიც მეც მეუბნებოდნენ, რომ აი კომუნიზმი აუცილებლად იქნება 1961 წელს ხრუშჩოვმა გამოუცხადა 20 წელიწადში იქნება კონკრეტული